გორა ხერხებდა წლების განმავლობაში მუშაობას გორის ცენტრში არალეგალური სასმელების საწარმო და მფარველობდა თუ არა ვინმე არალეგალურ ბიზნესს. Ამ საქმეზე დაკავებულ კრივში მსოფლიო ჩემპიონ გიორგი კანდელაკსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 6 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება მათ კომერციული აღნიშვნის უაქციზოდ და მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენებას ედავება. ისინი გორში გუშინ დააკავეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ამოღებულია მილიონობით ლარის სარეალიზაციო ღირებულების ალკოჰოლური სასმელი და უაქციზო სიგარეტი. Ნუცა ბახუტაშვილი შემოგვიერთდება საქმის დეტალებით, თუმცა ხომ არ გახდა ცნობილი როდის ჩაინიშნა სასამართლოს ხდომა. Სოფო გუშინ დაკავებულ 7 პირს ბრალდება ოფიციალურად წუხელღამით წარედგინა გიორგი კანდელაკი ბიზნესმენი, რომელიც ქართულ ოცნებასთან არის დაახლოებული, ახლა ქუთაისის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ელოდება აღკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. Ჩვენი ინფორმაციით სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღის მეორე ნახევარში ჩაინიშნება და იმსჯელებენ დაკავებული 7 პირის აღკვეთი ღონისძიების თაობაზე. Ცნობილი არის ასევე დანარჩენი დაკავებული პირების ვინაობაც. ერთ-ერთი მათგანი არის ბორის გოგიჩაიშვილი, ქართული ოცნების საკრებულოს წევრი გორში. ის არის ასევე ქართული ოცნების წევრი. დანარჩენ დაკავებულებს რაც შეეხება, ისინი არიან ქართლოშ ჯალაბაძე, ლექსო კურტანიძე და ვახტანგ ბიბილაშვილი. ჩვენ ვესაუბრეთ გიორგი კანდელაკის უფლებადამცველს, რომელიც ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს გიორგი კანდელაკი უაქციზო სიგარეტისა და არალეგალური ბიზნეს წარმოებით იყო დაკავებული არის. არ არის მართალი და უარყოფს ამ ბრალდებებს. როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, გიორგი კანდელაკი წარდგენილ ბრალდებასაც არ ეთანხმება და ამბობს, რომ ის ფაქტები, რომელიც გავრცელდა, არის მცდარი, ასევე შეცდომას უწოდებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების ოფიციალური ვერსიით გორის ცენტრში ამ ადამიანებს წლების განმავლობაში ჰქონდათ საწარმო, რომელიც არალეგალურად ეწეოდა საქმიანობას, კერძოდ ასხამდა ალკოჰოლურ სასმელს სხვა ბრენდის ქვეშ და ასევე უაქციზო სიგარეტებს სარეალიზაციოდ ამზადებდა. როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, აღნიშნული ბრალდებები არის დაუსაბუთებელი და უფრო მეტის თქმა ამ საქმის სამართლებრივ დასაბუთებასთან დაკავშირებით მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატ საქმის მასალები გადაეცემა. გიორგი კანდელაკი არის პირი და მის უკან დანარჩენი სხვა ადამიანები უკვე თურმე ასეთ განსაკუთრებებს ახორციელებენ. ეს თავიდანვე აპრიორში არის არასწორი ინფორმაცია. აუცილებლად ობიექტური ინფორმაცია. იმიტომ რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი გარემოება. თქვენმა მეგობრებმა პირობითად რამე რომ დააშავოთ თქვენ პასუხით რომ დაიგისროთ. ახლა საინტერესოა, როგორ გამორჩა საგამოძიებო უწყებას წლების განმავლობაში გორის ცენტრში მოქმედი ქარხანა, რომელიც მილიონობით ლარს არალეგალურად გამოიმუშავებდა. აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს არის მიზანმიმართული დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც ქართულ ოცნებაში ირაკლი ღარიბაშვილის კლანთან დაახლოებული პირები იყვნენ. მათი თქმით შეუძლებელია ხელისუფლება ამ წლების განმავლობაში აღნიშნულ უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილიყო. მათი განმარტებით დაკავებული პირები აქტიურად იღებდნენ მათ შორის წინა საარჩევნო კამპანიებში ქართული ოცნების სასარგებლოდ მონაწილეობას. შეუძლებელია, რომ სახელმწიფოს არ ქონოდა ინფორმაცია იმ ეგრეთ წოდებულ საწარმოსთან დაკავშირებით, რომლებიც მილიონობით პროდუქციას უშვებდნენ ბაზარზე. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ეს ამ საწარმოს ფუნქციონირება მიდიოდა სახელმწიფო და კონკრეტული თანამდებობის პირების ალბათ მფარველობის ქვეშ და ამ დანაშაულის გამოყენება ხდება წინასაარჩევნო შესაბამისი პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე. ზოგადად ეს ბიზნესმენები იყვნენ აქტიური შემომწირველები ქართული ოცნებისა და მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ და კონკრეტული მიმართულება ვარიანის მიმართულება მაგალითად ებარა გიორგი
კანდელაკს ჯალაბაზეც რაც შეეხება აგრეთვე ისიც რა თქმა უნდა მფარველობდა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების გავლენებიდან გამომდინარე და ერგინეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მას ჰექტორობით მიწის ნაკვეთები აქვს შეძენილი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი არის აღნიშნული მიწის ნაკვეთების შეძენა მოხდა სამომავლოდ ერგინეთის ბაზრობის მსგავსი ბაზრობის მოსაწყობა, თუმცა დღეს ხედავთ რომ ქართულ ოცნებაში გადაწყვიტეს რომ ამ ადამიანების მიმართ აღძრას იმის სისხლის სამართლის საქმეები და დაიწყონ მათი დევნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 200 და 196 მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო უწყების ოფიციალური მონაცემებით ამ ქარხნიდან ამოღებული არალეგალური ალკოჰოლისა და სიგარეტის ოდენობა 10 მილიონ ლარს აჭარბებს. დღეს უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი, მოსამართლემ უნდა იმსჯელოს აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე სულ 7 პირი არის დაკავებული.